ოკეი, ვილაპარაკოთ დღეს ლელოში და დროაში როგორ ვიყავი და რატო ვიყავი. იყო 2019 წლის ნოემბერი. წიგნი უკვე 1 წელია როგორც დაწერილი მქონდა. ის წიგნი ოკუპაციაში რო წაიკითხეს, ძალიან ბევრმა ამოიცნო თავისი თავი. და რო არ მოეწონა თავისი თავი როგორ ამოიცნო, გაბრაზდნენ. და რო გაბრაზდნენ, დაიწყეს ჩემთვის ხელის შეშლა, რომ მე ვერანაირად ვერ აღმოჩენილიყავი სოხუმში. ჯერ შეხვდნენ ყველა ადამიანს, ვინც როდისმე დამხმარებია იქ ჩასვლაში და გააფრთხილეს, რომ არასდროს არ დაეხმაროთო, თორე იმას გიზამთ, ამას გიზამთო. მერე გაამკაცრეს კონტროლი, ერთი პერიოდი იყო. ვიღაცას მაღალ ჩინოსანს, რომელსაც ევალება ზოგადად ამის გაკონტროლება, ვინ ჩავა ოკუპაციაში და ვინ არ ჩავა. ოღონდ ის უკვე აღარ არის სამთანამდებობაზე ადრე იყო. იმას მივწერე მეთქი, რა არ მოგეწონათ ასე ძალიან ჩემ წიგნში და რატო მეკრძალება მეთქი სიარული და მე რადგან ასე მიკრძალავთ მაინც ისევ გავაგზელებ მეთქი, მაშინ ბუჩქებით სიარულსა დამელოდეთ თქო და არ ვიცი რამ გააბრაზა და ასე საერთოდ ჩაკეტეს 3 კვირით გადასვლა ხიდი დაკეტეს. ანუ მე საღამოს რომ მივწერე, მეორე დილით გამოაცხადეს, რომ ხიდი იკეტებაო 3 კვირითო. და ნუ მოკლედ აი ამ იმაში ძალიან ბრძოლაში ვიყავი მათთან და გაბრაზებული ვიყავი და გადავწყვიტე, რომ ასე არ შეიძლება არანაირად გაგრძელება, რომ ეს საკითხი ერთად და სამუდამოდ გლობალურად და ისე უნდა მოგვარდეს, რომ საერთოდ მოგვარდეს და მოგვარდეს, რომ არანაირი ოკუპაცია არ უნდა არსებობდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, რაღაცა პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს ქვეყანაში და საქოცეთში რომ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს არასდროს, ეს მესმოდა რა თქმა უნდა. დავიწყე დაკვირვება პარტიებზე, ვინ რას ამბობს, საერთოდ აფხაზეთის საკითხი ვის ახსოვს, ვის არ ახსოვს, დეოკუპაცია ზოგადად წარმოუდგენიათ, თუ არ წარმოუდგენიათ, როგორ წარმოუდგენიათ, როდის წარმოუდგენიათ. და უცებ დავინახე ლელო ახალი დაარსებული იყო. რაღაცა გამოდეს ანონსი, რომ აფხაზეთის თემაზე აკეთებენ ღია შეხვედრას და ვისაც უნდა შეუძლია დაესწროს. მივედი დავესწარი. რო დავესწარი, იქ თმოვიწყდა ბიჭის გვარი. გადაცემაც მასთან ერთ ვიდეო მაქვს გადაღებული. ის ყავდათ აფხაზეთის თემაზე ესეთი მთავარ სპიკერად. რაღაცები ილაპარაკეს მოკლედ. ძალიან ისეთი ზოგადი, არაფრის მთქმელი რაღაცები ბლაბლაბლები და მე მეც ვილაპარაკე. მე რო ძალიან კონკრეტულად ვილაპარაკე და ძალიან ჩამოყალიბებულად და ძალიან რომ მეტყობოდა რომ აფხაზეთის საკითხის ირგვლივ ძალიან აზრზე ვარ მოსული, რომ ხშირად დავდივარ მეთქი რა ვთქვი. იქვე არაფერი არ მითხრეს, მაგრამ მე რამოდენიმე დღის მერე დამიკავშირდა ლელოდან ისე ვერ ვიხსენებ. ბოდიში, ამ სახელებს და გვარებს პირველისაც და მეორისაც, რომელსაც გრიგოლია? არა, გრიგოლი ქვია იმ ბიჭს და გვარი მოკლედ. მე დავწერ ვიდეოს ქვეშ კომენტარში დავწერ. და გრიგოლისთვის უთქვამს მამუკას, რომ ის გოგო აფხაზეთზე რო ილაპარაკეო, იპოვეთო და მოიწვიეთო. მიმიწვიეს, შემომთავაზეს თანამშრომლობა, რომ ასე ვთქვათ პარტიის წევრი ვიყო და ამ თემაზე ვიმუშაო პარტიაში. მუშაობის ასე ვთქვათ მცდელობა რომ დავიწყე დეოკუპაციის პოლიტიკის ჩამოყალიბება, ამას არაფერი არ გამოვიდა.
ანუ ამის ასე ვთქვათ, კი მითხრეს იმუშავე ამაზე, მაგრამ ამის მანდატი არ მომცეს. მე აიყვანეს გია ბარამიძემ, რომელიც ადრე იყო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, დევნილი მთავრობის თავმჯდომარე 2012 და რაღაც წლებში. ბარამიძეს წარმოედგინა, რომ თვითონ იცოდა ყველაფერი, მაგრამ რეალურად არაფერი არ იცის. დეოკუპაციის პროგრამა არ აქვს მას აქვს მხოლოდ უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ. აი მე რომ აქ ერთ-ერთი პუნქტი, მესამე პუნქტი რო ჩემ პოლიტიკის უძრავი ქონების საკითხების რეგულირება, ის პუნქტი უმეტესწილად გავს იმას, რაც ბარამიძეს აქვს ნაფიქრალი თავის დროზე და შედგენილი აქვს მთელი პროგრამა ლამაზი სურათებით და რაღაცებით, რომ აი რომ შეიქმნება რაღაცა დასავლური ფონდები, რომ ვინც ჩვენ სახლებში არიან შესახლებულები, ისინი დაკმაყოფილდებიან სხვა რაღაცა სახლებით, თუ მანდ თავიანთი არ აქვს, რომ ჩვენი სახლები გაანთავისუფლონ და რაღაც ასეთები, ანუ როგორ გაუწევს დასავლური ფონდები და სახელმწიფო ქონების ანაზღაურებას, მოსახლეობას. მარტო ეს აქვს, მეტი არაფერი. და ანუ მე ჩემი რაღაცების თქმა და ჩემი რაღაცების მოფიქრებულის განხილვა ბარამიძემ არ მოისურვა. თუ გინდაო იქ რაღაცა ვაკის ოფისში რაღაცა ყავის მემტანად დაგნიშნაო, აგიყვანო. ნუ დაახლოებით ასეთი რაღაცა შემომთავაზა. ოღონდ აფხაზეთზე ლაპარაკი არ უნდოდა ჩემთან. მე წამოვედი კიდე ერთი რაღაცა მოხდა, რომლის მერეც საბოლოოდ წამოვედი, რომ ანუ დამიწახეს და ერთი გოგოა იქ მწერალი ნათია მის გვარსაც დავწერ და მითხრა ასეთი რაღაცა, რომ პარტიას თანხები აკლიაო ზოგადადო და შენ თუ იციო და თუ როდისმე გიმუშავიაო გრანტების მოზიდვაზეო, რომ იქნებ რაღაცა გრანტები მოიზიდო. და მოკლედ მე პარტიიდან წამოვედი. ნუ წამოვედი. მე რაღაცა მოვლენები მიდის ნელ-ნელა და უცებ დაიწყო პანდემია. პანდემია რო დაიწყო, ხო ჩაკეტეს, ანუ ოკუპირებული ტერიტორიები ჩაკეტეს. ხალხს იქიდან აქით გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ ჩვენები, ოღონდ. ის საოკუპაციო რეჟიმი არა, ჩვენები არ აძლევდნენ. ერთი წელი იყო ჩაკეტილი. და მე დადგა ისეთი დრო, რომ ჩვენთან უკვე მოხსნეს ყველანაირი რეგულაციები, თითქმის არანაირი შეზღუდვა არ იყო დარჩენილი და ის ოკუპირებული ტერიტორიები მაინც ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. როდესაც ჩაკეტილი ხარ, იქიდან აქით ვერ მოდიხარ, იქ გალის რაიონში უმეტესობას აქვთ ქართული პენსიები, დევნილის დახმარებას იღებენ, აფთიაქებში აქით დადიან. გალში ბაზარი, პროდუქტების ბაზარი არის მხოლოდ კვირაში 2 დღე. დანარჩენ დღეებში რამე თუ გინდა რომ პროდუქტი იყიდო, ბაზარში გადმოდიან ზუგდიდში. ხო და ანუ ნებისმიერ წვრილმანზე გადმოდიან ზუგდიდში. და ასეთ ადამიანებს სასტიკად გაუჭირდათ. ერთი წელი იყვნენ საერთოდ მოწყვეტილი სამყაროს, იმ თანხას ვერ იღებდნენ თავისი ბარათებიდან, ანუ ბანკომატთან ვერ მიდიოდნენ, აფთიაქებში ვერ მიდიოდნენ, წამალს ვერ ყიდულობდნენ, პროდუქტებს ვერ ყიდულობდნენ. იქაური ბაზარიც საერთოდ ის 2 დღეც არ მუშაობდა, იმიტომ რომ პანდემიის გამო ბაზრებიც აკრძალული იყო. ჩვენთან უკვე იყო ბაზარი და იქ ჯერ კიდე არ იყო. და ხალხს ძალიან რომ ვეღარ გაძლეს უკვე დაიწყეს უფრო მეტად აქტიურად და ასე უკონტროლოდ კი არა ქაოტურად და დაუფიქრებლად გადმოცურვა მდინარით. და რამოდენიმე ადამიანი დაიხრჩო. მაგრამ სანამ დაიხრჩობოდა მე ხო ვიცოდი რომ ეს პრობლემა არსებობს და
შემოდგომა სადღაც 2020-ის ნოემბრიდან დავიწყე იმაზე მუშაობა, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად ქოცებს მოვაგვარებინო, რომ მოვაშორებინო ის აკრძალვა. დავიწყე ჯერ თავიდან უბრალოდ პოსტებს ვწერდი Facebook-ზე და ვთაგავდი სამინისტროს. სამინისტრო რაღაცებს პასუხობდა, მე ვიღაცების ტელეფონები გავარკვიე, ტელეფონებით ვესაუბრებოდი და გავარკვევთ რაღაცას მოვიფიქრებთ, ალბათ არ მოვიფიქრებთ, რაღაცა მოკლედ პასუხს ვერ მცემდნენ. და გაზაფხულზე მივედი ამასობაში, ხოშტარია გამოეყო ევროპულ საქართველოს და თქვა, რომ ცალკე რაღაცა მოძრაობას თუ პლატფორმას ვაარსებო. და ყველას ვისაც რამე ისეთი აქტიური და აქტუალური საკითხები გაქვთ, მწვავე საკითხები, რომელიც ასწრაფოდ მისატანია საზოგადოებისთვის და ქოცების მოსაგვარებელი და გადასაწყვეტია, მობრძანდითო. მე მივედი ამ საკითხით, მეთქი ასე და ასეა. ხალხი ძალიან გაჭირვებაშია, ვერ გადმოდიან, იხრჩობიან, იღუპებიან, რაღაცა. რომ მე ვეცადე ტელევიზიებს დავკავშირებულიყავი და არც ერთმა ტელევიზიამ არ ჩათვალა, რომ ამაზე აინტერესებს საუბარი, ყველა მითხრა, რომ არა აქტუალური თემაა. თენგო გოგიტიძე, მთავარი ჟურნალისტი, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჟურნალისტი საქართველოში, სიუჟეტი მოამზადა კიდევაც, ოღონდ ამ სიუჟეტს ვერ მიაღწია იმას, რომ ეს სიუჟეტი ეთერში გაუშვან. ვცდილობდი, რომ მოხვედრილიყავი ეთერში, მე თვითონ რომ მივეწვიეთ სტუდიაში და იქმე საუბრა და ბევრჯერ მითხრეს უარი, დღის სტუმარში მითხრეს უარი თათა ჩიკვილაძემ, რომ და გამართლება იყო ის, რომ თემა არ არის აქტუალური, თემას არ ვთვლით აქტუალურად. და რომ მივედი ხოშტარიასთან, მეთქი თუ შეგვიძლია თქვენი მეშვეობით, რომ ამ საკითხის მიმართ ყურადღება გავზარდოთ და ცოტა წიოკი მოვახდინოთ. ელენემ კიო, ანუ გულთან ახლოს მიიღო, რაღაცა მოვირეკეთ, გავარკვიეთ, დავაზუსტეთ და ელენესთან არის პარტიაში ასეთი მაკო ტოგოშვილი. იმან ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, გვამსჯელინა იმაზე, რომ შენ რო თხოვო, რომ გააღოსო, ის გეტყვის, რომ ვერ გააღებს, იმიტომ რომ რაღაცების ეშინიაო და უნდა იცოდეო, ანუ რას თავაზობო იმის მაგივრად, რაც თვითონ აქვთო, მოფიქრებულიო, ალტერნატივა უნდა შესთავაზო, იმიტომ რომ უბრალოდ უარს გეტყვიანო. ოკეი, თქო, ალტერნატივა იყოს ის, რომ ხიდზე დააყენონ, მაშინ უკვე სწრაფი ტესტირება არსებობდა ის 15 წუთიანი ტესტირებები, ხიდზე დააყენონ ამ სწრაფი ტესტირების რაღაცა სამედიცინო პალატა და იქვე გაუკეთონ ადამიანებს ტესტები და თუ ვინმეს დაინახავენ, რომ საეჭვოა, ისეთები არ გადმოუშვან, დანარჩენები გადმოუშვან. და შევთანხმდით, რომ აი პირდაპირ ამას იმას კი არ მოვითხოვთ, რომ უბრალოდ გახსენით, პირდაპირ მოვითხოვთ იმას, რომ ეს გააკეთონ. დავწერეთ წერილი, შევიტანეთ მაშინ პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდე ღარიბაშვილი იყო, ღარიბაშვილის სახელზე წერილი შევიტანეთ. და ამ წერილის შეტანის დროს მე რო შემქონდა რაღაც წერილები ის, რა თქმა უნდა, ყურადღებოდიყო და როდესაც ელენესთან ერთად შეგვქონდა წერილი, უკვე ტელევიზია მოდიოდა და ყველა ტელევიზია ყოველ ჯერზე ამას იღებდა, რომ ჩვენ წერილი როგორ შევიტანეთ. ორი წერილი შევიტანეთ, წერილები უპასუხოდ დარჩა, მაგრამ ტელევიზიებმა აწიეს წიოკი ამ წერილების გარშემო. მე რამოდენიმე ბრიფინგიც მოვაწყვეთ. ამ ბრიფინგზე ვაჩვენეთ ხალხი როგორ წვალობს გადმოსვლის დროს. მოვაწყვეთ ვეცადეთ, რომ მოგვეწყობინა რამოდენიმე აქცია ჯანდაცვის და დევნილების სამინისტროსთან დიდუბეში და ანუ ეს აქცია რომ მოიფიქრეს ძალიან ისე ანუ პესიმისტურად ვუყურებდი ამ აქციას. არ მეგონა რომ რამე შედეგი ექნებოდა, მაგრამ პარტიას თვითონ ჯერ კიდე პარტია არ იყო მოძრაობას
თვითონ მქონდა ამის სტიმული და ოკეი, რამოდენიმე აქცია, ერთი აქცია იყო მხოლოდ, სადაც დაახლოებით 50 კაცი მოვიდა. დანარჩენი აქციები იყო ძალიან რაღაც 5 თუ 3 კაცი მოვიდა, თვითონ მოდიოდა ელენე, რამოდენიმე მისი ახლა ზონდერებს რო ვეძახი ის გოგოები, შუშანა მაცაბერიძე, ნათია ლეთოდიანი, თამარ კაკაბაძე, თამთა გოგოტიძე თუ გოგოტიძე მგონი. და ნუ მოკლედ არაფერი. მე ნელ-ნელა თვითონ დროაშიც საკითხი ასე ვთქვათ მიილია. ვილაპარაკეთ, იქ ვილაპარაკეთ და ხა შედეგი რო ვერ მიიღეს, ძალიან ადვილად შეეგუონენ ამას. ოპოზიცია ხო ძალიან ადვილად ეგუება საკუთარ უშედეგობას და უმაქნისობას. ხო და ნუ მე არ ვეგუებოდი. და მოვიფიქრე ესეთი რაღაცა, ნაციონალურ მოძრაობის ბიჭებს ესეთი ძალიან დიდი ისენი აქვთ. ბარაბანები ძალიან ხმაურიანი, გამოვართვი და რუპორი და დავდექი კანცელარიის წინ. ვიდეოებიც მაქვს ამისი Facebook-ზე მიდევს და ძალიან ხმაურობდი ამ ბარაბანში ვურტყამდი და ვყვიროდი რომ ხართ მკვლელები თქვენი არასწორი გადაწყვეტილებების გამო ხალხი იხოცება მდინარეში გააუქმეთ გადმოსვლის აკრძალვა და აყენეთ ტესტირების პალატა, ნუ მოკლედ ამას უყვიროდი გაუჩერებლად რუპორში, პირდაპირ ესე მიყოლებით, ვიმეორებდი. გარდა იმისა, რომ სავარაუდოდ თვითონ შეწუხდნენ ფიზიკურად, გარშემო ხალხიც შეწუხდა. კორპუსებიდან გამოდიოდნენ იქ ერთი მხრიდან რაღაც ხო სასტუმროა, იქიდან მხრიდან სახლებია, იმ სახლებიდან ქალები გამოდიოდნენ და მეჩხუბებოდნენ, რომ ნუ ხმაურობ, ვიღაცა ბავშვს ვერ ვაძინებ, ვიღაცა მის, ვიღაცა მეს. მეთქი იმის მაგივრად რო ასე აივნებიდან მე მიყვიროთ, გამოდით აქ და ჩემთან ერთად დადექით ახლა და ჩემთან ერთად ის იყვირეთ, რასაც მე ვყვირი ვარ. მეთქი თუ სინდისი გაგაჩნიათ საერთოდ ნატამალი თქო. და მე უცებ არა. ალბათ ფიქრობდნენ ახლა ამ ჯანაშიას რა ვუყოთო. მომიგზავნეს სირცხვილია. რატომღაც მგონია დიდი ალბათობით რომ მოგზავნილი იყო სუსმა მომიგზავნა სირცხვილია ცნობილია სუსთან თანამშრომლობით და მაქარაშვილმა მითხრა შენ ამითო ვერაფერს ვერ მიაღწევო მაინც აქ ტყუილად წუხდებიო და ტყუილად დროს ხარჯავო მოდიო ჩვენ სხვა რაღაცა გავაკეთოთო 200,000 ლარის წამლები ვიყიდოთო და შევუტანოთო ოკუპაციაში გადავცეთო ხალხს მეთქი ოკეი ოღონდ ანუ მე არ მიმიცია მისთვის დაპირება რომ ამ პროცესს მოვრჩები ანუ არ ვაპირებდი გაჩერებას მეთქი ოკეი მაშინ გავაკეთებ ასეთ რაღაცას მე ძალიან ბევრს ვიცნობ გალში და ადამიანებს პირდაპირ ვკითხავ თხოვრო რა საჭიროებაც აქვთ კონკრეტული რა დანიშნულებაც აქვთ წამლები ვის რა ჭირდება ექიმისგან რო იცის სიები რო ჩამიყარონ და ამ სიების მიხედვით კონკრეტულ ოჯახებს კონკრეტული წამლები მივუწოდოთ მეთქი მივაწოდოთ თქო კარგიო სიები მოვხიკე ძალიან სწრაფად გადავეცი და დაიწყეს ამაზე მუშაობა. პარალელურად მე ამ ჩემ პროტესტს მაინც არ ვჩერდები, მივდივარი ყოველდღე და ამ იმაში ბარბანში ძალიან კატეგორიულად ვხმაურობ. დროში ეს არ მოწონთ რომ მე იქ ბარაბანით ვდგავარ, მაგრამ უბრალოდ ასე მიყურებენ რომ მაგრამ ახო პირდაპირ ვერაფერს ვერ მეუნებიან მე ბოლოს ის ბარაბანი წამართვეს მაგრამ უკვე ამ ჩემ მიზანს მიიღწეული მქონდა ახალი მიზნისთვის რომ დავიწყე მაგ ბარაბანით სიარული მე წამართვეს და რომ ანუ რო დაინახა ახლა ყველამ რო არ ვჩერდები იქიც უსმაც დაინახა მახარაშვილიც მიხვდა ესენიც მიხვდნენ მომიგზავნეს კიდე ერთი მომიგზავნეს და TV პირველი ჟურნალისტი იყო.
და ჩვენო ინსაიდერული ინფორმაცია თქვენგან ანუ ინტერვიუ აიღეს ჩემგან რაღაცები მკითხეს მოკლე სიუჟეტი ჩაიწერეს ჩვენო ინსაიდერული ინფორმაცია გვაქვსო რომ სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება რომ რაღაცა აი ესე გააკეთოსო და თქვენ როგორი რეაქცია გექნებათო როდესაც ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენო თქვენო ანუ თქვენი პროტესტი გაგრძელდებაო თუ დაკმაყოფილდებითო ამ გადაწყვეტილებითო მეთქი არა არ დაკმაყოფილდები მე ზუსტად და ანუ რაღაცები რომ მითხრეს მეთქი აი ასეთ რაღაც გადაწყვეტილებას მიღებას რო ამბობენ ეს იმას ნიშნავს რომ საერთოდ აზრზე არ არიან იქ რა ხდება საერთოდ აზრზე არ არიან ოკუპირებული მოსახლეობის გაჭირვებები ზუსტად კონკრეტულად რას წარმოადგენს რეალობას არიან მოწყვეტილი სიტუაციაში არ არიან გარკვეულები ამიტომ მათი აი ასეთი გადაწყვეტილება არანაირად არ გამოასწორებს სიტუაციას საერთოდ არანაირი შველა არ დადგება ხალხისთვის მეთქი სავარაუდოდ ვინმე სხვა რო ყოფილიყო და არა ისეთი გარკვეული ადამიანი როგორიც მე რომელმაც ძალიან ზუსტად იცის ოკუპაციაში და იმ ჯანდაბაენგურის ხაზზე რა ხდება და ხალხი როგორ დადის იმიტომ რომ თვითონ 5-ჯერ ვარ წინ და უკან ნასიარულები ის ადამიანი ანუ ძალიან ზუსტ მოთხოვნეს სავარაუდოდ ვერ დააყენებდა და ასეთი რაღაცა სხვას რო წარემართა ეს პროცესი გაუვიდოდათ ასე ვთქვათ ვიღაცა ამას შეიტენიდა, ამას ვიღაცა შეტენიდნენ ამ არასწორ გადაწყვეტილებებს და თავს მოიკატუნებდნენ, რომ ვითომ გადაწყვიტეს პრობლემა. მეთქი არა. მეთქი მე ზუსტად რაც მოვითხოვე, კონკრეტულად ძალიან ზუსტად და კონკრეტულად ვთქვი, რას ვითხოვ მეთქი და ეს კონკრეტულად იმიტომ ვთქვი, რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს და არანაირად სხვანაირად. და ნებისმიერი სხვანაირი გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელია, ჩემთვის მისაღებია ის გადაწყვეტილება, რომელიც მე უკვე წინასწარ მათ შევთავაზე, რომ აი ეს უნდა გააკეთონ თქო. გადაეცით თქო. იყო ხუთშაბათი. და დღეს საღამოს ეს სიუჟეტი გავაო საღამოს ნიუსებშიო. საღამოს ნიუსებში არ გავიდა. მეთქი რატო არ გავიდა სიუჟეტი დავურეკე, გადავწყვიტე თორე რომ კვირას გავიდესო შუა დღესო. მე უკვე მერე ეს ყველაფერი რო დასრულდა, მერე მოვხარშე რომ სავარაუდოდ სიუჟეტად კი არ ჭირდებოდა, უბრალოდ ჩემგან უნდათ გაეგოთ მე როგორ მოვიქცეოდი. მე თუ ვიტყოდი რომ კი ასეთი გადაწყვეტილებაც მისაღებია და ხო იმ იდეალურ ვარიანტს რომელიც მე შემოგთავაზეთ თუ ვერ აკეთებთ, მაშინ ესეთი მაინც გაკეთდეს და ამითაც დავკმაყოფილდები. აი ასეთი პასუხი რო გამეცა იმ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მაგრამ მეორე დღეს, ზუსტად მეორე დღეს გამოვიდნენ ის სამი მუშკეტორი რო ყავდა მაშინ ვინც მართავდა პანდემიას და თქვეს რომ გაიხსნება ოკუპირებული ტერიტორიები და ენგურის ხიდს დადგება პალატა რომელიც გააკეთებს სწრაფ ტესტებს და ასე მიიღებენ მოსახლეობას და ზუსტად როგორც თქვეს ისე შეასრულეს ეს პარასკევს თქვეს და ორშაბათს უკვე იდგა ორშაბათს შეიძლება უფრო ადრეც კიდე ეს სამედიცინო პალატა იდგა ხალხმა დაიწყო სიარული და სწრაფი ტესტებით მოკლედ გადაწყდა საკითხი სანამ ეს ყველაფერი მოგვარდებოდა 5 ადამიანი დაიხრჩო როცა დაიხრჩო ერთი მე ხო ბევრად ადრე მქონდა პროცესი დაწყებული სანამ საერთოდ ვინმე მოკვდებოდა მანამდე დავიწყე ამაზე ლაპარაკი მე ერთი რომ მოკვდა და რომ ტელევიზიებს რო ვთხოვე სიუჟეტი გადაიღებინათ თენგომ რო გადაიღო სიუჟეტი თავარ არხზე რო ვცდილობდი მოხვედრას და რო არ მიშვებდნენ და რომ მეუნებოდნენ არ არის აქტუალურიო მე მოხდა ისე რომ ეს 4 ერთდროულად მოკვდა ანუ 8 კაცი თუ 6 კაცი ერთდროულად მოდიოდნენ და ამ 8-დან 4 დაიხრჩო. ანუ სასწაული ტრაგედია მოხდა. და ამ ტრაგედიაზე გვარამია თავის საღამოს ეთერში ფანჩარს იხევდა. სასწაული ანუ მეგრელი ქალების სატირალში როტირიან დაახლოებით აი ასეთი სცენა დადგა. იმ დღიდან მე არ ვუყურებ მთავარ არხს. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც თვითონაც და თავისი სტაფიც
მეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში, რომ ეს თემა არ არის აქტუალური და ვიღაცა რომ მოკვდა, მერე დაიწყო წივილკივილი და თმასი გლეჯდა. თითქოს ძალიან ახელვებს ეს საკითხი და თითქოს ძალიან განიცდის და თითქოს ნერვიულობს. ასეთი საშინელი ტყუილი, აი გული ამერია და იმის მერე მე მთავარ არხს არ ვუყურებ. ეს ერთი კიდე რა იყო? აი სწავლების ამბავი. სუსმა ხომ მომიგზავნა. ხო და რო დამიკმაყოფილა სამინისტრომ, იმათ უკვე უნდათ ამ სწავლების ამბავის უკან წაღება. მეთქი შეუძლებელია, იმიტომ რომ ხალხი გველოდება, სიები უკვე გადმოცემულია და ახლა რა უნდა ვუთხრა იმ სიებს და სწავლებს ვინც ელოდება. მოკლედ არანაირი 200,000 სწამალი არ მომცეს. მომცეს რაღაცა დაახლოებით 10-20,000-ის და ანუ სიებითაც არ იყო. რაღაცა სწავლები რაც ჰქონდათ, ალბათ სადღაც ეყარათ. ის სწავლები, ну, მოკლედ გადავეცით, რაც იყო ის და როგორც რაღაცნაირად მე მოვახერხე, რომ მე გადამენაწილებინა ოჯახებზე. ერთადერთი კარგი ვქენით ერთ-ერთ ოჯახს მივუტანეთ, ყავდათ შემომპირი, რომელსაც სჭირდებოდა პამპერსები. დიდი ადამიანის, დიდი ზომის პამპერსი და ძალიან დიდ დეფიციტშია ოკუპაციაში ეს პამპერსები თითქმის არ იყიდება და თუ იყიდება სასწაული ჯვირი ღირს და ამ ადამიანს მივუტანეთ ლამის წელიწადნახევრის მარაგი ამ პამპერსების და სასწაული გახარებული იყო ის ოჯახი მთელი სოფელი გლოცავდა მაგ პამპერსების გამო. ესენიც გადავეცით მერე უკვე რომ გავხსენით და რამოდენიმე თვე გავიდა სანამ ეს სწავლები შეგვიგროვეს. ესეც გადავეცით, მოკლედ ისიც მოვახერხე და ესეც გავაკეთე. კიდე რაღაცა უნდა ამღმენ, ხო, თვითონ იმ დროაში იყო გაოცებულები იყვნენ, რომ ეს გამომივიდა, არ ელოდნენ არანაირად. და ну, ცოტა ასე მიყურებდნენ. ახლა რატომ გონია მე რომ ქოცებმა დამიკმაყოფილეს ეს ჩემი მოთხოვნა? პირველი ალბათ იმიტომ რომ ძალიან ზუსტად მესმოდა რას ვითხოვდი და ანუ არ მოვტყუდებოდი. რასაც ვითხოვ იმის მე-4-ს, მე-3-ს, მე-10-ს ან მე-5-ს რო არ შევჭამდი. ეს დავანახე, რომ ბოლომდე ვიდგებოდი სანამ არ მომცემდნენ იმას, რასაც ვითხოვ. რო ძალიან ზუსტად მესმის რას ვითხოვ და ეს უბრალოდ ისეთი მოთხოვნა არ არის, რომ ზოგადად რო ყველაფერი კარგად უნდა იყოს, ასეთი მოთხოვნა არ აქვს. ძალიან კონკრეტულად ვიცი რა მჭირდება და რისთვის და რატომ მჭირდება. მერე ანუ ტრაგედიამაც რაღაცნაირად ხელი შეუწყო, რომ ეს ამბავი თვითონ გახმაურებულიყო, მაგრამ მაინც ანუ თავისით და თვითონ ამ ტრაგედიის მიუხედავად არაფრის გაკეთებას არ აპირებდნენ. მაინც იმიტომ უწევდათ ამაზე ლაპარაკი, რომ მე ვყვიროდი. და ყველაზე მთავარი, რაც მე მგონია, სავარაუდოდ კი არა, ყველაზე მთავარი. მაშინ ამ პანდემიის ირგვლივ ყველაფერს რასაც აკეთებდნენ ეს დებილური უფასო სასტუმროები, ქუჩების რეცხვა და ნუ ძალიან ბევრი უაზრო რაღაცა ხო გააკეთეს, ამაში ყველაფერს შეიღებდნენ გრანტებს. იმ გრანტებიდან რა თქმა უნდა ფულს იჯიბავდნენ. და ახლა ის რამოდენიმე პალატა რო დადგეს იქ ენგურის ხიდზე და რამდენიმე 1000 თუ 10,000-ობით რაღაცა ტესტი გაიგზავნა, რომ ხალხი დატესტილიყო, ამაში სავარაუდოდ დიდი ფული მოიტეხა. კი დაიხარჯა ფული იქ, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად გააკეთეს. ხარისხიანი ტესტებიც იყო, ხარისხიანი პალატაც იყო, ყველაფერი ანუ მაღალ დონეზე. და კარგი ექიმები, სწრაფი ექიმები, ნუ მოკლედ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კარგად გააკეთეს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ფულიც მოტყდა და ბევრი ფულიც ჩაიჯიბა, ამიტომ ანუ აწყობდათ, რომ ჩემთვის ეს პროტესტი დაეკმაყოფილებინათ. მთელი 2019-დან გავრილოვის ღამიდან თუ რამე პროტესტი მომხდარა, ერთადერთი პროტესტია მე მგონი ეს, რომელშიც
არ მოტყუდა ადამიანი, რომელიც ითხოვდა რაღაცას. ძალიან ბევრი რომელიც გამომდის. ანუ ერთადერთი პროტესტია, რომელმაც მიზანს ზუსტად ისე მიაღწია, როგორც თავიდან ქონდა ჩამოყალიბებული წარმოედგინა და განსაზღვრული. მეორე ასეთი პროტესტი არ არის. თუ გახსოვთ კანცელარიასთან შიმშილობდნენ რა ქვია იმ დაავადებას ბავშვები რო არ იზრდებიან, პატარები რო რჩებიან. რაღაცა ექსოპლანტრია რაღაცა. და ბავშვებიანად რო იდგნენ იქ დედები. წარმოიდგინეთ, ის დედებიც არ დააკმაყოფილეს ისე როგორც ის დედები ითხოვდნენ. რაღაცა ჯერ თვეები გაუგრძელდათ ეს პროტესტი. მერე გაუწელეს, ვითომ დათანხმდნენ ჩამოგიტანთო იმ წამალსო, მაგრამ კიდე თვეები თუ წლები გაუწელეს იმ წამლის ჩამოტანა. მოკლედ ძალიან აწვალეს. ეს იყო მეორე პროტესტი, რომელიც შესრულდა, მაგრამ არ შესრულდა ისე, როგორც თავიდან ითხოვდნენ ეს ადამიანები. შესრულდა რაღაც სანახევროდ და ძალიან გაწელილად. და რომ აქვს ბიოგრაფიაში ასეთი კოცების პირობებში ერთადერთი ზუსტად მოთხოვნილი, ზუსტად შესრულებული პროტესტი ეს შემილია ასე მოფტიჩკო და ჩემ CV-ში მქონდეს. მერე დროაში, ანუ ეს რო გავაკეთეთ ერთად, ეს ძალიან კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ბოლომდე მე მივიყვანე და თვითონ დრო ამას ბოლომდე არასდროს არ მივიყვან და დარწმუნებული ვარ, რომ დაინახეს, რომ არაფერი არ გამოსდით, ამით დაივიწყებდნენ. ანუ მე მაინც მადლობელი ვიყავი, რომ მათი მეშვეობით ამ საკითხის მიმართ ძალიან ავწიე ტელევიზიების ინტერესი. და ელენეს ბრიფინგებზე მე კი არ მიშვებდნენ, აი მთავარმა არ შემიშვა. შემიშვა, ანუ მთავარი რო არ ფორმულაზე ვიყავი ეთერში, TV პირველზე ვიყავი ეთერში ამ თემით. მთავარმა არ მიმიშვა ეთერში. ეს ყველაფერი მოხდა იმის მერე, რაც უკვე ელენესთან ერთად ავწიეთ ეს თემა. და ანუ რო არ მივსულიყავი დროში, ვერ გავახმაურებდი საერთოდ. და ვერც მერე იმ ბარაბნითაც ვერსად ვერ დავდგებოდი, იმიტომ რომ არავინ არ მომცემდა იმ ბარაბანს. ამიტომ ეს ძალიან კარგი იყო, ნახევარი საქმე გააკეთეს, მეორე ნახევარი გავაკეთე მე მარტო, მაგრამ ის პირველი ნახევარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმის გარეშე მეორე ნახევარი არანაირად არ გამოვიდოდა. მერე დადგა 21, ანუ ეს ყველაფერი უკვე იყო 21 წლის გაზაფხული. მერე ჩამოვიდა მიშა. მიშა დაიჭირეს და მე გამოვაცხადე მიშაზე შიმშილი. და სანამ რუსთავის ციხეში ყავდათ, მანამდე იქ შიმშილობდი. მე გლდანში რო გადაიყვანეს, იქ თვითონ ციხის გარშემო ტერიტორიაზე აგვიკრძალე, არ მოგწეს იმის საშუალება, რომ გვეშიმშილა. იქ ვერც რაღაც იმას კარავს ვერ დავდგამდი, ვერაფერი და ახლა სახლში რომ ეშიმშილა, აზრი არ ქონდა, სისულელე იყო, სად უნდა მეშიმშილა. იქ პირდაპირ ციხის წინ ვიყავი კარავში, რუსთავში. თავიდან კარავიც არ მქონდა. დავწექი უბრალოდ, აი ესე ქუჩაში დავწექი, მასე პადონზე და ზემოდან გადავიფარე საძილე ტომრები. და ასე მეძინა, ოღონდ ღა მეწვიმდა, მე დავსვოლდი ძალიან ამ ჩემ ტომრებიანად. თან არ მომცე საშუალება, რომ ან ციხის წინ იქ ძალიან დიდი ტერიტორია ასეთი ასფალტირებული, სადაც მანქანებით განან, სადაც ვინმე რომ მიდის, იქ გაჩერებაც შეიძლება, ხალხმრავლობა, ანუ ხალხს შეკრებაც შეიძლება, საკმაოდ დიდი ფართო ადგილი აქვს იმ მას რუსთავის ციხეს წინ. იქ პოლიცია მარაო და ქუჩის იქით ვიყავი, ღობის ქვეშ, ასე იმაზე ასფალტით და ღობის შორის პატარა ისეთი მიწის ნაკვეთი იყო, იქ დაეტია ზუსტად ერთი პადონი, პადონის სიგანე იყო ის მიწა და იმ პადონზე ასე ვიწექი. მეორე დღეს მოვიდა ნანუკა და ნანუკამ ააშენა იქ რაღაცა ასეთი პატარა ქოხივით.
მე მოვიდა თემო ჯანაშია საღამოს ანუ იმ საღამოს გავიცანი პირველად თემო და პალატკა დამოვიწყდა ახლა ხო ვამბობდი კარავი მომიტანა და მე უკვე კარავი მქონდა ჩემი მანამდე ნანუკა მთავაზობდა რომ იმ თავის ქოხში ყოფილიყავი და ერთი ხამე ძლივს გავძელი იქ იმიტომ რომ ნანუკასთან გაუჩერებლად აი უბრალოდ გაუჩერებლად მოდიოდა უამრავი ხალხი აი იმ ხალხიდან რომელიც ნანუკასთან მოდიოდა რომ რაღაცა მისთვის ეთხოვა გამოვიდოდა ცალკე ერთი დიდი კარგი მიტინგი ასეთი რაღაცა მე არასდროს არ მინახავს რაღაცა ის იყო ნარიმანთან არ დადის მე მგონი მე უფრო თუ მეფე ნარიმანთან იმდენი ხალხი რამდენიც იქ მოდიოდა ნანუკასთან და ყველას ჰქონდა რაღაცა სათხოვარი და ნანუკა ყველას სათითაოდ უსმენდა ყველას იმდენ დროს უთმონდა რამდენიც იყო საჭირო ყველას სათხოვარი გულთან ახლოს მიქონდა ყველაფერს იწერდა მე ალბათ ყველას უკავშირდებოდნენ და მე ისე დავისტრესე ამ ხალხის გაუთავებელი სიარულით იქ რომ მეთქი მე ამ იმაში ვერ გავძლებ ამ ქოხში ცალკე უნდა ვიწვე მეთქი და გადავედი მოკლედ მომიტანეს მე თემო მომიტანა ცალკე კარავი და ცალკე კარავში გადავედი მაგრამ რასაც ნანუკა უძლებდა იქ საოცრება ასეთი ენერგია ამდენი ძალა და ამდენი ხალხის მოსმენის უნარი ეს ძალიან დიდი რაღაცაა იშვიათია ასეთი ენერგია და ასეთი ძალა კონდეს ადამიანს ხო და რომ გამოვაცხადე ეს მიშაზე შიმშილი მიუხედავად იმისა რომ ელენეც შიმშილობდა რატომღაც ძალიან არ მოეწონათ დროაში რამოდენიმე 1-2 თვით ადრე დროაში კიდე მოვიდა გიგა ლემონჯავა და გიგამ დაიწყო ასეთი თითქოს პარტიის შიდა რაღაცა ფუნქციების დაალაგება და მე მკითხა რომ შენ თავზე ანუ რა თემით ხარო პარტიაში შენი თემა რა არის მეთქი აფხაზეთის დეოკუპაცია ჩემი თემა და ეს თემაო მე მომწონსო მეთქი არ ვიცი მე შენ რა მოგწონს მაგრამ ჩემზე გარკვეული ადამიანი ამ თემაში არ არის მეორე თბილისში ამიტომ ეს თემა ჩემია მეთქი ვითომ დაიხურა ეს საკითხი რომ ეს თემა ჩემია და მე რო ვიშიმშილე და რო ძალიან არ მოეწონათ ეს ჩემი შიმშილი გამაძევეს პარტიიდან იმიტომ გაგაძევეთო რომ მიშაზე იშიმშილეო ახლა ვერ გაბედეს ასე თქმა უბრალოდ მითხრეს ასეთი რაღაცა რომ გიგა ლემონჯავამ გადაწყვიტა რომ შენ და შენი ფასეულობები პარტიას არ შეესაბამება მე ელენეს ვკითხე მეთქი რანაირად შეიძლება რაღაცა აი ასეთი გაუგებარი მიზეზით პარტიიდან გამრიცხოთ მეთქი ელენემ არაფერი არ მიპასუხა ოიო არა უკაცო არავინ არ გაგრიცხავდა რაღაც გაუგებრობა არისო და ამით დასრულდა მეც ძალიან არ დავიწყე მე გარკვევა იმიტომ რომ არ მაინტერესებდა ისედაც უკვე მათთან ყოფნა იმიტომ რომ გადორბლილი ანტიმიშები არიან და მანამდე კიდე სანამ მიშა ჩამოვიდოდა ყველაზე ნაკლებად გადორბლილი ანტიმიშა იქ არის ორი ადამიანი მაკო და თამთა გოგიტიძე თუ გოგიტიშვილი ხომ არ მახსოვს ახლა ზუსტად და თამთას ვეკითხებოდი მეთქი თქვენ ხო ყველა ერთად როდესაც მიშა იყო პრეზიდენტი ანუ მის გუნდში იყავით მასთან ერთად მუშაობდით მის პარტიაში იყავით მეთქი და რა არ მოგწონდათ ისეთი შეგიძლია მეთქი ამიხსნა რომ აი რატო გაქვთ ასეთი გამწარებული რეაქცია მიშაზე იმიტომ რომ ერთპიროვნული ადამიანი იყო ყველაფრის გადაწყვეტილებას თვითონ იღებდაო არავის აზრი არ აინტერესებდაო ამ დროს არავის აზრი არ აინტერესებდაო როცა გეუბნება ადამიანი რომლის აზრი მართლა არავის არ უნდა აინტერესებდეს ძალიან გასაოცარია და ამიტომო
ძალიან ესეთი სტრესში მუდმივად აი ესეთ რაღაცნაირად სტრესში ვიყავითო, იმიტომ რომ არავის ჩვენი აზრი მას არ აინტერესებდა, თვითონ წყვეტდა ყველაფერს და ჩვენ უბრალოდ ანუ აი ესე დავალებას გვაძლევდაო შესასრულებლად. მეთქი ერთი მაგალითი მოიყვანე, მეთქი აი რამე მაგალითი მითხარი. აიო მაგალითადო ღამის 2 საათზე დარეკავდაო და გვეტყოდაო რომ დილის 8 საათზე უნდა ვიყოთო სადღაც სვანეთში ძლივს რომ მისვლა შეიძლება თუ არ შეიძლება ისიც რო არ იცი გზა არსებობს თუ არა ისიც რო არ იცი ისეთ ადგილას უნდა ყოფილიყავითო დილის 8 საათზე იმიტომ რომ უცებ რაღაცა მოიფიქრაო რომ იქ უნდა ააშენოსო და მთელი ეს შეთანხმება პროცესი იქ ის უნდა ააშენოს თუ არ უნდა ააშენოს ესენი უნდა წაიყვანოს თუ არ უნდა წაიყვანოს თუ როდის უნდა წაიყვანოს რაღაცა ეს ყველაფერი შეთანხმებები თურმე მიშას ამათთან არ გაუვლია და ასე უცებ ღამის 2 საათზე ღამის 3 საათზე რეკავდა და უცებ ეტყოდა ხვალ იქ რაღაცას ვიწყებთ იქ რაღაცას ვიწყებთ და ესენი იქ უნდა ყოფილიყვნენ და ამაზე იყვნენ სხვა ვერაფერი ვერ მითხრა კონკრეტულად ამ თამთამ ახლა სხვებისთვის არ მიკითხავს, იმიტომ რომ იმდენად უაზრო ბეცები არიან და ზონდერები, რომ აზრი არ აქვს მათ საერთოდ რა მეკითხო. და ნუ ხო კარგი მიზეზია მიშა რატო არ უნდა მოგწონდეს. იმიტომ რომ თურმე გამწარებულად ამუშავებდა ამათ. და არ ეკითხებოდა ღამის 2 საათზე ეძინებათ, არ ეძინებათ, ასწრებენ იქ მისვლას დილის 8 საათამდე, თუ ვერ ასწრებენ, თუ რითი უნდა წავიდნენ, თუ რითი არ უნდა წავიდნენ და ნუ მოკლედ. რო გამრიცხეს, მერე რაღაცა მიტინგი იყო და ეს შუშანა მაცაბერიძე რო აკონტროლებს მიკროფონში ვინ რა უნდა ელაპარაკოს ხო ცნობილია უკვე ხა პატა ბურჭულაძეს რო არ ჩაურთო მიკროფონი და ნადიმ ხმალაძეს უნდა მოსულიყო უკრაინის ომზე მიძღვნილი რაღაცა სოლიდარობის აქცია იყო და უნდა მოსულიყო უკრაინის ელჩის ცოლი რომელსაც უკრაინულად უნდა ელაპარაკა და ლემონჯავა გამოაცხადა მიკროფონში სცენიდან რომ ვინც უკრაინული იცითო ამოდითო დაგვეხმარეთო რომ ახლა ქალბატონი უკრაინულად ილაპარაკებსო და თქვენო გვითარგმნეთო მე ავედი და მე რო დამინახეს იმინა გადაწითლდნენ შუშანა მოდის და დარწმუნებული ხარ რომ უკრაინული იციო მეთქი რას ნიშნავს დარწმუნებული ვარ აბა რისთვის ამოვედი აქ მეთქიან თავი უნდა გავიმასხრო თუ რას ნიშნავს დარწმუნებული არა მაინც დარწმუნებული ხარო და ნუ მოკლედ მაქსიმალურად არ უნდათ რომ მე მეთარგმნა ელჩის ცოლი რას იტყოდა და იმიტომ რომ ანუ რომ მე მიკროფონთან არ ყოფილიყავი და იმდენი იჩიჩინეს და ისეთი რაღაცები ჩაატარეს იქს რომ იმ ელჩის ცოლმა მერე თქვა კარგიო არ მჭირდებაო მთარგმნელიო და რუსულად ვილაპარაკებო აი ეს ის სამარცხვინოობა უბრალოდ ხოდა აი ასეთი ოპოზიციური პარტიები დემოკრატიული ამათ მაიციან დემოკრატია რა არის ამათ მაიციან ლიბერალიზმი რა არის არიან ჩვეულებრივი ზონდერშვონდერები და მართლა ძალიან ხშირად ამათზე უფრო მახსენდება ის ფილმი რუსული ბულგაკოვის საბაჩიის სერცე იმ პროფესორთან რომ მოდიან ხოლმე ეს 4 კომუნისტი რომ აი როდესაც ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებენ დაახლოებით აი ესეთები იქნებიან ჯერ ხელისუფლების გარეშე უკვე რამდენს ბედავენ იმ მიკროფონის გარშემო და ხელისუფლება როდესმე ხოშტარიას გუნდს ხელში ჩაუვარდეს იქნება სრული ფაშიზმი აი ნამდვილი ფაშიზმი ეგ იქნება კოცები მე რამოდენიმეჯერ მithქვამს იმ ვიდეოებში რომელსაც უკრაინელებისთვის ვიღებ რუსულად სადაც ვლაპარაკობ რომ კოცები იქნებიან თუ ეს ოპოზიცია ჩემთვის კი არა საერთოდ არანაირი სხვაობა არ დიდი სხვაობა არ იქნება
ერთადერთი ეს ოპოზიცია იმით იქნება განსხვავებული, რომ ანუ ესენი არასდროს არ იტყვიან, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა არ უნდათ, პირიქით ამ სწრაფვისთვის რაღაცებს გააკეთებენ, რაღაცა იმ საწყალ რეფორმებს ჩაატარებენ, რაღაცა ნაბიჯებს გადადგამენ, მეტი არაფერი არ შეიცვლება. ესენი ვერ და არ დაალაგებენ იმას, რომ რუსული მეხუთე კოლონა არ მუშაობდეს საქართველოში. ესენი ვერ მიხედავენ კრიმინალს, მე არ მჯერა. ესენი ვერ მიხედავენ კორუფციას, მე არ მჯერა. ესენი ვერ გადადგამენ ვერანაირ რეალურ, მკაფიო, რადიკალურ სწორ ნაბიჯებს, აი ესეთი რაღაცები სწრაფად რო შეცვალო და რადიკალურად როგორც მიშა აკეთებდა, ესენი არასდროს ვერაფერს მსგავს ვერ გააკეთებენ. თან უნდათ რომ კოალიციურ მართლობაში იყვნენ. კოალიციური მართლობა არის რამდენი წელია 6 წელია ვერ შეთანხმდნენ იმისთვის, რომ ხიხო მოიშორონ, ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ რაღაცის გარშემო გაერთიანდნენ. წარმოგიდგენიათ ესენი კანონების მიღების დროს ან რაიმე რეფორმის ჩატარება რო იქნება საჭირო, რამდენი ხანი იბჭობენ და როგორ იბჭობენ და შეძლებენ თუ არა რომ რამეს მიაღწიონ კოალიციურად, როდესაც ყველაზე მთავარზე ვერ რიგდებიან, ვერ ერთიანდებიან ხიხოს მოსაშორებლად. არც კოალიციური მთავრობის არ მჯერა. კოალიციური მთავრობა შესაძლებელია რომ იყოს მხოლოდ რაღაცა პირველი და გარდამავალი და მე ისევ დავუბრუნდეთ რაღაცნაირად იმ ტიპის მართლობას, ოღონდ უკვე სხვანაირი სასამართლოთი, როგორიც იყო 2003-დან 2012-მდე. აი რაც იყო, ოღონდ ახალი კონსტიტუციით, ოღონდ აი ასეთი ტიპის მართლობა, რადიკალური ცვლილებების რო არ ეშინია, რო გაბედავს და ახალ კონსტიტუციას მიიღებს, რო გაბედავს და პოლიციას ისევ თავიდან ყველაფერს დაანგრევს და თავიდან ააკეთებს, სასამართლოს დაანგრევს და თავიდან გააკეთებს. აი რო არ შეეშინდება მაქსიმალურად ასეთი მკაფიო გადაწყვეტილებების მიღების, რო არ შეეშინდება დეოკუპაციის. კოალიციური მთავრობა ხოშტარია და ზურაგირჩის კოალიცია მაგალითად და გვარამიას კოალიცია. წარმოგიდგენიათ რომ დეოკუპაცია გააკეთონ? ვერანაირად ვერ წარმომიდგენია. აბსოლუტურად შეუძლებელია. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც არ გინდათ ნოცების დრო და რომელსაც არ გინდათ ის დრო, როდესაც პოლიტიკა იყო მკაფიო, რადიკალური, სწრაფი, რა გინდათ აბა? ანუ მუდმივად ეს გაუგებრობაში, ანუ მუდმივად ოკუპირებულები უნდა ვიყოთ და ასეთი რაღაცა საწყალი ნელთვილი, რაღაცა დებილი ძლივს, რაღაცა ისენი ვქონდეს რეფორმები, რეფორმები არაფრის გარშემო და არაფერზე, რომ იმაზე, რომ რეფორმა იმაზე, რომ რა ვიცი მე ქალების თუ გენდერული უფლებები არ იყოს დარღვეული, რეფორმა იმაზე, რომ ნუ რაღაცა აი ესეთი ნელთვილი და რაღაცა ის რაც მხოლოდ იმ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რომ ევროკავშირისკენ იყოს სვლა, მაგრამ არანაირი სვლა ევროკავშირისკენ ჩვენ მაინც საბოლოო მიზნამდე არ მიგვიყვანს თუ ოკუპირებულები ვიქნებით, ოკუპირებული საქართველო ვერ შევა ვერანაირ ევროკავშირში. ამიტომ ისევ იმაზე ვლაპარაკობ, ჯერ ხომ მოვყევი, როგორები იყვნენ ორი ოპოზიციური პარტია. და მეორე რომც არ მომყოლა ისედაც ჩანს, რომ არაფრის მაქნისები არიან და ადამიანები, რომლებსაც დღემდე გინდათ, რომ ამათი მეშვეობით გააკეთოთ რაღაცა და არ გაინტერესებთ მიშას თავისუფლება, უბრალოდ არ მესმის რაზე ფიქრობთ. საერთოდ არ მესმის რაზე ფიქრობთ. საქართველო იქნება დეოკუპირებული და საქართველოს ისევ ჭირდება რადიკალური და მკაფიო ნაბიჯები საკუთარი შიგდა სიტუაციის გამოსწორებლად. საქართველოს ჭირდება ახალი კონსტიტუცია, ამას ჭირდება ძალიან დიდი პასუხისგებლობის მქონე ადამიანები პოლიტიკაში.
რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ. მის რო ამბობდა კახაბენ თუ გიცე, რომ ჩვენი რეფორმების მეათედიც არ განხორციელდებოდაო არასდროს ჩვენ რომ მიშა არ ყოფილიყო სათავეში, იმიტომ რომ ყველაფრის გვეშინოდაო და ყველანაირი პასუხისგებლობა გადადიოდა მიშაზე. მიშა ამბობდა მე ვაგებ პასუხს, გააკეთეთ, მე ვაგებ პასუხს, გააკეთეთ. ხო და აი ასეთი მართლობის, აი ასეთი მაღალ პასუხისგებლიანი მართლობის მაღალ პასუხისგებლიანი ტიპის მართლობის გარეშე შეუძლებელია ჭაობიდან ამოსვლა და ჭაობიდან ისევ ვართ ამოსასვლელები. ხო ამოვედით, ხო ჩაგვათრიეს უკან, ისევ ჭაობიდან ვართ ამოსასვლელები და ჭაობიდან ამოსვლას აუცილებლად კატეგორიულობა ჭირდება. კატეგორიულობა, სიხისტე და უზარმაზარი პასუხისგებლობა. რომ არ უნდა გეშინოდეს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. და არ უნდა გეშინოდეს იმის, რომ შენ კი გესმის, რომ სწორს აკეთებ, მაგრამ თუ გამოსირებული ბრბო ბრაზდება, იმიტომ რომ გამოსირებული ბრბოა, შენ მაინც აკეთებ ამას და გესმის, რომ შეიძლება ამ გამოსირებულ ბრბომ მერე როდისმე ამის გამო პასუხი მოგთხოვოს და მზად ხარ, რომ ეს პასუხი გასცე. და მაინც აკეთებ იმ სწორ რაღაცას, მიუხედავად იმისა, რომ გამოსირებული ბრბო გიჯანყდება. ან თავისით გიჯანყდება, ან იმიტომ გიჯანყდება, რომ რუსეთი ფულს უხდის. მიშას დროს ხო არანაირი ჯანყი არ იყო ნამდვილი და აუთენტური, ყველა ხო რუსული იყო. ყველა ხო დაფინანსებული იყო მოსკოვიდან. მოკლედ აზრზე მოდით თუ გინდათ რომ საქართველო არსებობდეს.